დღე იწყება, რა ვიყიდეთ? ვითომ ჩოკოპაი? ეს ების უნდოდა. ეს დედას უნდოდა. ეს აქციაში იყო და მე თვითონ და ანგლია. მიყვარს და ეს თოქოს უნდოდა. მარილინ. შოკოლადის ფრის კრემი. და ეს ესეთი. და ზე. ჩა. თითქოს ცოტა. ზე. ეხლა მე მინდა გემრიელი ყავა. ჭიქა. ჭიქა სადარის, სადიდის. Ara 50 გრამზე მეტი უსწრე არ მიყვარს ყავაში და რომ მეტი არ ჩამესხას ზუსტად და მინდა სუში რა დებილი ეს უთი ხარია ის კიდე უთი ის კიდე დეგენერატი უნდა უთი ხარ გონი არის დეგენერატი ეს მინდას კი ნანი ახალია იყოს Oh my god, ევას მივცემ კურს. ეხლა რა იყოს ბავშვს თომებს აძლევს, ბავშვი საერთოდ არც იმაში რა ქვია, ის როა, კრუასანშიც კრემებს წოვებს მარტო თომებს ჭამს. ხაჭაპურშიც, პიცაშიც და იმაშიც რა ქვია. ხინკალშიც და ამეებშიც, ასე რომ არ გაატრაკოთ. დესერტი მე შანსი არ არის რომ დესერტი ვჭამო და მაგას მარილიანი არ დავაყოლა. ანუ მე ტკბილს რა ვიყიდი საჭმელად. მლაშე უნდა მქონდეს დასაყოლებლად. ან მჟავე. ახლა შევჭამ. დავდო რომ ლოქს ჩაგეწერთ ფიზისას. მოგიყოთ გუშინდარი კატის ამბები რომელიც სათამაშო დაკარგა. ვიყიდეთ. Акцияны ყავ როგორც იცით. აგონი ყავა სულგუნის ფილმი. მოვიხალხო. თითქმის დავამთავრე ყავა და ხა მოგიყვებით გუშინდელი კატის ამბავს. მინდა რომ
ნელა ისევ დაგიბრუნდეთ და ისევ მივაჩვიოთ ჩემ თავს ჩემი გაზიარება ჩემი ამბების. რა თქმა უნდა ცოტა სხვანაირად, მაგრამ ნუ მაინც ისე არ არის საერთოდ. აღარ როგორც ვარ. ხო. ასე. ეს კატამ ჩამომიგლიჯა რამდენჯერ. მოკლედ, ესე იგი, ეს ვინც არ იცის, მოკლე ისტორიას გეტყვით, რომ ევამ დაკარგა თავისი საყვარელი კატა, რომელიც საწყოში ეძიდა ხოლმე სათამაშო და ღამის 3 საათზე შევამჩნიეთ, იკა წავიდა ეძება, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მეორე დღეს უნდა წავსულიყავით და გვეყიდა ბიბლუსში, მაგრამ ანუ ხოდა ბიბლუსში უნდა წავსულიყავით და მოვძებნა ინტერნეტში, რომელ საათამდე მუშაობს, რატომღაც მახსოვდა, რომ 8 საათამდე მუშაობდა და ისა ვერ ვნახე. მივწერე ბიბლუს, მეთქი გამომიგზავნეთ მეთქი, ანუ მისაწევია რა, რომ საათამდე მუშაობს, ფილიალები, გამომიგზავნეს ლინკი, გადავედი ამ ლინკზე და ვნახე. 7 საათამდე უწერია. ყველა სხვადასხვა დროს მუშაობს, ზოგი 10-მდეც მუშაობს, რომელიც სავაჭრო ცენტრებში, მაგრამ ეს კონკრეტული ჩვენთან რომელიც არის, უწერია 7 საათამდე, უკვე 7 საათი იყო. ანუ მეორე დღეს ვერ ვიყიდეთ, იმიტომ რომ უკვე 7 საათი იყო, ვიწუწუნეთ, ვიწუკწუკეთ, მერე წავედით, იქ ესეთ ჩასაგდები რა ხელით რო ამაქვს სათამაშოები, იქ იყო ეგეთ ლამაზ თვალებიანი სათამაშოები, 4 ლარი მივაფშვნიდეთ და ვერაფერი ვერ ამოვიღეთ, მერე წავედით იქ რაღაცა მაღაზიის პატარა ბარბი ვიყიდეთ. იაფიანი ბარბები რო რაღაც. ხო და კაი, მოვედით სახლში, ნუ პარკში გავიარეთ, მოვედით სახლში. მეორე დღეს წავედი ისე რომ 6 საათზე უკვე იქ ვიყავით და 6 საათზე რო იქ ვიყავით, მივედით და კარს ვაწვევით, მე და ევა ვაწვევით და კარი დაკეტილია. ხო, კარი დაკეტილია. და ისა და მე ხო შინით იყო მოვარე და ავკაკუნე მეთქი მოდი თუ შეიძლება მოვიდა და ისაო 6 საათამდე ვარ თუ არა და აი 6 და რაღაც წუთები იყო რა ძალიან მინდოდა რომ მაგრამ ვიცოდი რომ აღარ გახსნიდა მეთქი რა ვქნა თქო ესე იყო თქო ნახე რაღაც არა 6-მდე შეცდო მიწერია იქო ნუ ეხლა რა ვმაქნა წამოვედი სახლში. ნუ შევედი თორნაბიჩი რაღაცა ვიყიდე, შევედი კარგუში რაღაცა, მაგრამ მე ჩხუბაძა. იმიტომ რომ ისე განწყობილიყო, რომ უნდა გვეყიდა. ნუ თხე რა ვქნა, ხო ნახე არ შეგუშვეს მე გეი ჩემი რა ბრავია. მე ვეცადე, ანუ სულ მაგას ვეუბნები ხოლმე ბავშვებს, რომ ეგ იცოდნენ, რომ ანუ აი ჩემ თავზე კი არა, მათზეც, ანუ თავის კი არ არის გამოგივა თუ არა. თავი ის არის შენ ცდილობ თუ არა. და ანუ აი მე ვეცადე მეთქი და რა გავაკეთო მეთქი თუ არ გამოვიდა ხალხ მოვიდეთ ნუ ძალიან არ მოეწონა მაგრამ რა სიზავდა და მივედით მე გუში მივით 4 საათზე უკვე და მეთქი ახლა თუ ვერ შევედით აღარ ვიცით თქო და შევედით ეს იყიდა ნახეთ რა საყვარელია ძალიან ბევრნაირი იყო ატრიალა რა ვიცი ბევრი მოეწონა, მაგრამ ეს იმიტომ აი იყო რომ ვარდისფერიაო. აი ზეთი საყვარელი გოგო კატუნია ვიყიდეთ. ხოდა მასე მოჩამ ეგ ამბავი, ხა მოდი კომენტარებს გადავხედოთ. მანანა რა საყვარელი ხარ ისეთი კარგი და სასიამოვნოა შენი მოსმენა გვახარებ და გვატკოვ. მართლაც კარგი აზრია მე მიყვარ შენი შვილის ეცეdik მომზადება სულ ვეძებ ხოლმე. ხო, მინდა რომ ეს არ გავაკეთე გუშინ დასწრიძახთი, მაგრამ დღეს გავაკეთებ. მინდა რომ ესე პატარ-პატარად ამოვჭრა ხოლმე ჩემი რეცეპტები და მქონდეს, იმიტომ რომ მე მავიწყდება ასად არ მიწერია. თან როგორც თქვი 10 რეცეპტი მაქვს გაერთიანებული და ისე ვაკეთებ, თან აი მე რაც მომწონს, მე ანუ იმათ რეცეპტს რომ აერთიანებ, მე როგორც მომწონს ისეთ გემოსვავ რა. ხო და მე ვეღარ ვიხსენებ და მოკლედ ამიტომ მინდა ლიზნინი მომენატრე და ასევე ძალიან მომენატრე სამეგრელოს ვლოგები სოფო როგორი კარგი ხარ შენგან იმდენი რომ ვისწავლე ველოდები კიდე აუცილებლად შემოძვირფასო აუცილებლად ქეთი კარგი აზრია ვიდეოების ამოჭრა კარგი კულინარი ხარ მადლობა ძვირფასო დიდი მადლობა მინი მომენატრეო ქრისტინა
ნათიანი ნინო შეგაშენ სომიჯერ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანასთან არაფერი კავშირია და მადლობა უფალს. ძალიან მეწოდება უდანაშაულა ადამიანი, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიღებთ. მამამ დაიფაროს და გადაიღოს ყველა ცუდზე, არ ფიქრო უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ არ იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხოძრილი ერი ვართ ბედნიერება შენ და შენს ოჯახს მიყვარხარ. დიდი მადლობა ძვირფასო. ხო. აი ვცდილობ რომ არ ვიფიქრო, იმიტომ რომ ეხლა მე ვიფიქრებ თუ არა რა აზრი აქვს, მაგრამ აი რო უყურებ ხოლმე ისეთი მდგომარეობა არის, აი მსოფლიოში, როგორც მსოფლიომების წინ იყო ხოლმე. და რა მეშინია ხოლმე. ნინი, ვერ ვმკლავდები ცუდად ვარ და არაფრის სული არ მაქვს, არც мотиваცია, არაფერი პატარა შვილი მყავს და შიშიას მაგა დიდი არ ვიცი დამამშვიდობებს ვთვალ, მაგრამ არ მშველის ლოცვა დავიწყე და მშველის იმედი არაფერი მოხდება, ეგეთი იმედი მაქვს უფლისო. კი, ჩემო ძვირფასო, ანუ რომ საერთოდ არ ფიქრობდა, რა ვიცი, არ მოუდგენელია ალბათ, ხო? მაგრამ შეეცადა რომ თავი ხელში აიყვანო და ხორწმენა ძალიან ეხმარება და იმის ცოდნა, რომ აი მე დამამშვიდებს ხოლმე მაგის ცოდნა, რომ რეალურად აი ჩვენი მშობელი, დედაც და მამაც ღმერთი, ანუ ჩვენი მშობელი ის არის დედაც და მამაც, ხო? ანუ აი რომ დავხვდეთ თავისას არ მოვიდგენ მის მადლს და მის სიყვარულს, აი ყველაფერი ხდება ხოლმე სულ ერთი კი არა, ანუ უმნიშვნელო და დგება ხოლმე სიმშვიდე. ხო და ნუ მე ჩემზე ძალიან მოქმედებს როგორც თქვი, მაგრამ ვცდილობ რომ რავი, არ ვიფიქრო ბევრი მაგაზე. და უბრალოდ რაც მოხდება იმის მიხედვით ვიმოქმედო მეც. მარიამ ნინი ლამაზო გილოცავთ რომ ამარც კარგი ადამიანი ხარ გიყურებ ყოველთვის ბედნიერი იყავი გისურვებ ძალიან მიყვარხარ დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ესე იგი ჩემო ძვირფასებო სამარს პატარა ბლოგი ჩავწერე სადაც დედის დღე მოგილოცეთ და არ ზამიდია მამარსაც ჩავწერე რაღაცა სადაც მოგილოცეთ და მე დავდე რა ვიცი რამდენი ხნის მერე და მოვიკლეთ ამ ვიდეოში კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ჩემო გოგოებო ძვირფასებო ვინც დედები ხართ ვინც შვილები ხართ გილოცავთ დედის დღეს თუ დედა ხართ გისურვებთ რომ აი ეს დედობა აი ქალში თვითონ არის ეს დედობა ჩადებულია ჩვენ ეს არ გვიჭირს მაგრამ აი მიყვეთ აი ამ შინაგანს ანუ იმას კი არა ვიღაცა რა სიტყვის და აი რაც თავს მოხოვული გვაქვს არამედ შიგნით რაც გვაქვს ჩვენ ჩადებული აი ხმას მიყვეთ და გვიყვარდეს ჩვენი შვილების თები როგორებიც არიან არ შევეცადოთ მათ გადაკეთებას არ მივაყენოთ მათ საშინელი ტრამვები თუ რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ ხო და ანუ მაქსიმალურად შევეცადოთ რომ მათთვის ვიყოთ ფარიც, מחვილით და სახლით სადაც მოვლენ და შვიდად დაისვენებენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სადაც საჭიროა მკაცრი არ უნდა ვიყოთ არა, მაგას საერთოდ არ ნიშნავს. ეგ მოიაზრებს სიყვარული მაგასაც მოიაზრებს. თუნდაც საკუთარი თავის და თუნდაც შვილების. მოკლედ გისურვებთ რომ შევძლოთ ამ ძალიან დიდი არ ვიცი რა სიტყვა შეუსაბამო ძალიან დიდი ჯილდოს ღირსეულად ატარება შევძლოთ და ჩვენ შვილებისთვის ვიყოთ ისეთი დედები როგორებიც უოცნებიათ მე დედა რო არ მყავდა მეგონა რომ ყველა დედა იყო იდეალური და ყველა დედა იყო თავის შვილისთვის აი რაც ჩამოვთვალე ეს ყველაფერი და მე რო გავიზარდე ვნახე რომ ძალიან ვსდებოდი თურმე და უმრავლესობა საერთოდ არ არის ისე და უმრავლესობას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს, ვერ უგებენ შვილებს, აქვთ, რა ვიცი, ბევრი პრობლემები ასე შემდეგ და ძალიან შვილზე მნიშვნელოვანი შეიძლება ის არის რაღაცა რა სიტყვის და ასე შემდეგ და რავი, მაგას არ მწუხარ და მე არ მინდა რომ ეგეთი დედა ვიყო და რაც ჩემ თავს უსურვებ, თქვენც გისურვებთ და ასევე კიდე ყველაზე მთავარი დედისთვის, რომ ჩვენი შვილების ცუდი არასოდეს გაგვეკოს. აი, არასოდეს გაგვეკოს ჩვენი შვილების ცუდი. ხო, ვისაც ყავს მშობლები კიდე დიდხანს ყოლოდეს, იმიტომ რომ ეგეთი სიყვარული რა ვიცი. არ არის. ნუ თუ არის კარგი, სწორი. ჯანსაღი მშობლობა, ეგეთი სიყვარული არ არსებობს მეორე. ხო. ანუ არადოქსიური. ხო, და ასევე ქალების დღეს გილოცავთ. ჩვენ ჯერ ქალები ვართ. ჩვენი არსი ეს არის და რა ვიცი, ქალი არის ყველაფრის სული და გული და სულის ჩამდგმელი და აი ეს არასდროს დაგვეკარგოს ეს ჩვენი თავარი არსი. ასევე გილოცავთ გაზაფხულს, რომელიც მე
უსომოდ მიყვარს. ძალიან რთული პერიოდი გადავიარე შემდგომად და ზამთარზე. რამდენადაც შევწერი გადმოვეცი და რამდენადაც შესაძლებელია იცით. და ეხა ისე ვარ, აი ომის მერე რო გადავხულდება, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია. ანუ ძალებს ჯერ კიდევ ვიხდგენ. ანუ იმის ძალები არ მაქვს, მაგალითად ადრე რო შემეძლო იმდენი ენერგია არ მაქვს, ძალიან მალე ვგრძნობ ხოლმე რომ ვიცლები და ვარ აღდგენის პროცესში. თუმცა უკვე მაგალითად მინდა რომ გადავიღო ვიდეოები, ანუ ეს სურვილი მოდის რა. ის კი არა რომ ჩემ თავს ვეუბნები, არამედ სურვილი. ეს უკვე თებერვლიდან დასაწყისიდან მოდის და ეს ძალიან მახარებს და ეხლა მთავარია ისე სტაბილურობაში გადავიდე და მოკლედ ძალიან მეხმარებით თქვენ მე ამაში და ძალიან მიყვარხართ. მეხმარება თქვენი კომენტარები, თქვენი სითბო, აი ნინი მომენატრე და ამ შემდეგ ძალიან ეთერი საყვარელო ნინი გილოცავთ 8 მარტს შენ ლიას პატარა ევას და ყრელა ქალბატონს ვინ შენი ერთგული მაყურებელია და ვისაც ჩემსავით უზომო და უკიდეგანოდ უყვარხარ გისურვებ შენი ცხოვრების ყოველი დღე სიხარული და სიყვარულით სავსე იყოს უბლის წყალობა და მფარველობა გქონოდეს გახარებული და ბედნიერი იყავი მუდამ შენი უსაყვარესი კარგად აღზრდილი შვილების წარმატებით მიყვარხარ და სულ მეყვარები შემო განსაკუთრებულო და ყველასგან გამორჩეულობა იმ ესეც უნდა ავპინო რა საოცარი ადამიანი ხარ ეთერი ძვირფასო საოცარი ძალიან დიდი მადლობა აი ზუსტად როგორც გაზაფხულის ლურჯიცა აი ესე მეფინები სულზე ან როგორც აი გაჩვენებს ახლა ეს ამ გამომიეგზავნა ნახე ჩემს ეზოშიც იყო ხოლმე ეს გაზაფხულზე სადარი აი ნახეთ რა სილამაზეა როგორ მიყვარს როგორ აი ამას ვხედავ სულში ისეთი მეღორება ხოლმე აი გრძნობ ხოლმე ღმერთს უკიდეგანო სიმშვიდე და აი ბედნიერება იმიტომ კი არა რომ რაღაცა მოხდა რაღაცა არა უბრალოდ აი ყოფიერების ბედნიერება ანუ აი არ ვიცი ძალიან მიყვარს ეს რა და აი ესეთი განცდა მეუფლება კიდევ ასეთ სულიდან წამოსულ სიტყვებს ვკითხულობ ეს არ არის სიტყვები მარტო ეს არის სულის მელოდია რომელსაც ესე გადმოსცემს სიტყვები და არის ძალიან ბედნიერია და ძალიან მეხმარება სხვათა შორის ეს თქვენი სიტყვები და კომენტარები. ანუ ყოველთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ ეხლა 1000 მაგათ უფრო ძვირფასია და ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის. ლელუ გილოცავ ნინი ბედნიერი მინდა იყო მუდამ მიყვარხარ ძალიან მეც მიყვარხარ ჩემო საყვარელო რა საყვარელია ოტივ გიჟდები ყვავილი ვიცის ხო? აი ზუსტად ყვავილი ვიცის. დინადი ნინი როგორ მოგვანატრე თავი მიყვარხარ მე რო ამოვსვი იქ მწვანე ხახვები იყო რა. ხო და რო ამოვსვი ვაიმე ყარდა ხახვის. კიდე კალია მარდა. თორე ცუდად დავტარდებოდა ეგ ამბავი. ლელა გიოზავ ნიკალთა დღეს არის წაით მრავლას. გამრთელი და ბედნიერი 3 ქალი ხარ 3 დიდი სიყვარული ჩვენ 4 მე ევა ლია და ბონი ნუ ცხოველიც მივათვალე ადამიანი 3 ვართ მართალია ძალიან დაიკარგე საყვარელო ირმა ძვირფასო შევეცდები რომ გამოვწორდე სალომე ნინი მოგესალმებით ჩემი საბურავით იშვებდა ყოველდღე და თურმე პიპკიდან აპარებდა ჰაერს დასაჭერი ყოფილა დააკვირდით იგიდან ხომ არ უშვებს ზოგჯერ ხდება ხოლმე ეგრე რომ საბურავის ბრალი არა ღმერთო რა კარგები ხართ აი რამდენ რამეს გაიგებს ადამიანი თქვენგან ახლა მაგალითად საერთოდ არ მიფიქრე აშკარად შეჭობილი ერთად არაფერი არ არის გახეული არ არის და რავი რატო უშვებს ალბათ ეგ იქნება მიზეზი რა კარგი გოგო ხარ ძვირფასო რა გამიზიარე ნინი ლამაზი როგორ ხარ მომენატრეო ნინი ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ კიდე ჩემო საყვარელო ყვავილო ინგა მომენატრეთ ყველაო მაკა ნინი დეიკო გილოცავ ქალთა დღეს ბედნიერი დედა იყავი მთელი ცხოვრება შენს უკარგეს შვილებთან ერთად სულ გიყურებ კომენტარს ვერ წერდი მაკა მიყვარხარ ძალიან ნინი ძალიან დაგვაკლდიო
ხათუნა დედის დღეს კილოცავ ნინიკის რო ჯანმრთელობას იმშვიდეს და ბევრ ბედნიერ დღეს ღმერთმა აგისროს ყველა კეთილი სული მუდამ მქონდეს ღიმილის მიზეზი მადლობა ჩემო საყვარელო ეს იმ ვიდეოში ვთქვი რომელიც არ დამიდია და მოდი ახაც ვიტყვი აქ ჩავსო აი ამ ვიდეოს ბოლოს ჩაგისვათ 3 მარტის დღეს თუ ამ ტელეფონში მაქვს და თუ აქეთ მაქვს თალკი ანუ პატარა იქნება 2-3 წუთიანი მაგრამ რატო უნდა დაიკარგოს ის დღე ხალხალ გადაღებული რაც მაქვს დავდებ ესე იგი პირველი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში დედის დღე. პირველი დედის დღე იყო ჩემ ცხოვრებაში გოგოებო, როცა მე ტკივილით არ გავაღვიძე. ანუ ეს ხდებოდა ეს ჩემს დამოკიდებული არ იყო. ანუ მე რომ მეცად არ ვარ მტკინო და ანუ მე ეს არ შემეცო ხდებით, ანუ უბრალოდ თავისით მოხდა, რომ მე გავიღვიძე ბედნიერმა დედის დღეზე. ანუ ნახეთ რა მოხდა. იმან რომ მე ვარ დედა და ჩემი შვილები მყავს აი ამ ბედნიერებით გავიღვიძე და მე როგორც ბავშვი რომელსაც დედა არ ყავდა რომლის დედაც ახლა მე ვარ რომლის კარგად ყოფნაზეც ახლა მე ვზრუნა ვუსმენ ვდარაჯობ ვუფრთხილდები ვიცავ ანუ იმ პატარა ბავშვს ჩემში რომელიც ოდესღაც მე ვიყავი და რომელიც მარტო დარჩა ჩემი მეოთხე შვილი ვარ მე თვითონ ანუ ის პატარა ნინი რომელიც ჩემშია რომელსაც მე უნდა გაუფრთხილდე ხო მისთვის დედა მე გავხდი კიდე ყავს ჩვენ უდიდესი მშობელი დედაც და მამაც რომელიც არის უფალი ჩვენი შემოქმედი და ასევე ჩემი შვილები ხო როგორც უკვე მე დედა მათთან და ანუ აი ამან იმდენად აი ამაში თავისით შევედი რომ დედის დღეზე პირველად გავიღვიძე ბედნიერმა და მე ესე იგი იკატავიდა მოიტანა ის რულეტი მე რომ მიყვარს თვალე გავახილე რულეტით ხელში იდგა მე იქით გავედი და ეს ძალიან ლამაზი რაღაცნაირი ენძელები რომელიც იმასა ნარცისებთან შეაჯვარეს ეთყობა და ნარცისების ფეხები აქვს და ენძელის თავები ძალიან საყვარელი და ლამაზია ეგენ მოუტანია ლიას დილას 6 საათზე წასულა ბაზარში უყიდია ჩემთვის რენალისთვის რენალი არის ელენეს ბებია ელენესთვის და ელენეს დედასთვის ეს ყვავილები და მოუტანია ბაზარში ეტო და რომ გავედი დილას და ეს დავინახე ესეც გული გამიტკბა მე დავწყვეტეთ რომ წავსულიყავი და მწვადი ანუ გვეყიდა ის რა ქვია სამწვადე მწვადი შეგვეწვა და ნახშირი თურმე აღარ მქონდა ძალიან ცოტა მქონდა და ცოტა ხნის წინ ხო იყო ეს თოვლი და ქარი და ხო წაიქცა ხეები და ეს ყრია ფიჩხები და იქამ ჩაიტანა ეს ნაჯახი და ამ ნაჯახით დადიოდა ეზოში ამ ფიჩხებს აკროვებ და ამოიტანა მე თან თოთაც ისეთი გემურიელი მწვადი შეწვეთ ანუ ნახშირს ხო უყიდულობთ ხოლმე მაგრამ შეშაზე ანუ შერო დაანთებ იმ შესაძლოა რა ვიცი დაემთხვა თუ მაგის ბრალი იყო თუ სხვა გემოთი შეიწვა ისეთი მწვადი იყო რომ აი არ ვიცი ძალიან გემრია სასმელი აღარ მქონდა ჩემი იაგერი უკვე გათავდა 80 დოლარის გონი თუ 90 აღარ მახსოვს როდის ვიყიდე ჩემი დაბადების დღისთვის ვიყიდე და რამდენი დღეს ესწავლე და დავდიე და ძალიან სხაპრულია და ემდენი ღარი რა და ანუ ისეთ ცოტა რომ აი როდესაც უფრაზე არ გიყოფა რა და დავაკვირდები როდის იქნება აქციაში და ვიყიდი მე ხო და მოკლედ ეგეთი 3 მარტი გქონდა რა თქმა უნდა მე ესე 12 საათისკენ იყო რომ აი შემომაწვა გულზე ისე ვის ტკივილი და სევდა რომელიც არასოდეს არსად არ გაქრება ჩემი დედიკოს არ ყოფნის მაგრამ ანუ ეს უკვე აღარ არის ისეთი აღარ იყო ისეთი როგორც სხვა დროს რომელიც მთლიანად მანადგურებდა და მაუბედურებდა ნინი როგორ კრუტუნებს ეგ მაიმუნი ძალიან ტკბილი კატა ძალიან უცნაური კატა გოგოებო ესე იგი ერთის მხრივ ბონიფუ ერთის მხრივ არის ძალიან უზრდელი ანუ ნახეთ გაუგონარი უბრალოდ ანუ ხო არის მაგიდაზე ჩამოსვა ვეტყვი ფუ არ ესმის ანუ მივა რაღაცას გადახდის ჩაყობს შიგ თავს ანუ გაუბრაზდები დაუყვირებ ჩამოაგდებ გარეთ ანუ გეგონება არაფერი არ გითქვამს მაგრამ თან არც წყის არც არაფერი მოვა გაკოცებს აი ეს ალერსიანი რაღაც მაგრამ ანუ ვერ გააგონებ ვერ გააგებინებ ვერაფერს ეს ძალიან კიდე დეგენერატია შედის იმის ლატოქში ჩადის იმის კაგაშკები ამოაქვს გარდა აქეთ გამოაქვს ბიჭო
აღარ კოცნი პირში მაგის მე ეგრაც ნახე. რა ჩანთებათ უნდა საჭმელს რო ვაჭმევ არ ჭამს გოგო თავის ძვირფას საჭმელსაც არ ჭამს მე რო რაღაცას მივიცემ არ რჩევს და ისე კატის ის რა ჩანთებათ უნდა აი ესე გამოვაჭენე ამის სირცხვილი და თავის რეალად მეცით იმალამაზო ძალიან მიყვარხართ ძვირფასებო ძალიან ძვირფასები ხართ აი ძალიან ირინენი ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ ძალიან ღრმა და ჭკვიანი თვალები გაქვს მოკლედ შენს ხელშია ყველაფერი და შენ შეგიძლია ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალო არ გაქვს არანაირი ცუდის ფიქრის დრო სხვათა შორის ძალიან კარგი იყო რომ აი მასე ვიყავი იმიტომ რომ იცი რა არის რაღაცა ან უნდა დამთავრდეს ან უნდა უკეთესი გახდეს მე ესე ვთვლი ანუ რაღაცა ეს ტკივილს გაყენებს ეგრე არ უნდა დარჩეს ცხოვრებაში ეს ტკივილს გაყენებდეს რა უნდა შეიცვალოს და თუ არის მზაობა რომ ეს რაღაცა შეცვალოთ მაშინ ღირს ყველაფრად და თუ არ არის მზაობა და ანუ იმ ტკივილათაც ღირს რომლისათანაც მოგიწევს რა იმიტომ რომ ანუ მთელი ცხოვრება არ შეიძლება რომ რაღაცა ტკივილს გაყენებდეს და ამას ითმენ რა მე ვთვლი რომ არ შეიძლება იმიტომ რომ ესეთი პატარაა ჩვენი სიცოცხლე ისეთი გაელვებაა რა ვიცი რა ლამაზი ხარ ნინო მადლობა ჩემო ძვირფასო მიყვარხართ ძალიან ძვირფასებო რა კარგები ხართ ვიცოდი გაზაფხულს რომ შემოყვებოდიო ლია ძვირფასო რა ტკბილი სიტყვებია ეს მარტი რომ მოგილოცეთ იმაზეა რამდენი კომენტარი ყოფილა ბედნიერება მოიტანოს მეც გილოცავ გაზაფხულს მადლობა ჩემო სიყვარულო ჩემო ძვირფასო სიმინდის ფქოს რა პროცესში ამატებ სოფო მკითხა პიცაზე სიმინდის ფქოს ვამატებ ზელვის პროცესში ანუ მაგალითად თუ 1 კილო არის 1 კილო უნდა იყოს 1 კილო ფქვისგან თუ უნდა მოვზილოთ ცომი 700 გრამს ვაკეთებ ჩვეულებრივ ხორბლის ფქოს და 300 გრამს სიმინდის ფქოს აი მე იცით რა პიცა იცით რა ძალიან მიყვარს ну თვალის ზომით ვაკეთებ ხო მე არ ვწონი რამდენიც მაგ მაგის მიხედვით ეხა ბოლო რაც მქონდა ის ჩავყარე რა უკვე და ეხლა ვაპირებ გოგოებო რომ გავაკეთო ისა ტუშონკა ანუ მაკარონი ტუშონკით ირმანი ინდირი ხანი გიყევ და უზამოდ მომწონს ხარ ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი ხარ როგორ გამიხარ და ძვირფასო მადლობა დიდი მიხარია რომ ნელ-ნელა ბრუნდებიო სოფო. ანუ ისეთ კომენტარებს იმაშვები რა, აი რაც გულები და ეგეთებია, ხო ხდებით? მესენჯერა თოჯინაზე ლაპარაკობენ, სრულწმენა მგონიაო, იმაზე ხო, ლაბუბულზე. ისა ევიტომ ჩამომიხსნა და წაიღო. არა კაცო, არ მჯერა მე ეგეთი რაღაცეების. ეგ ხო რაღაცა რომელიღაც ქვეყნის ფოლკლორი თუ რაღაცა და არ მჯერა ეგეთი რაღაცეების. მაგათ ავიკითხე. ყველა კომენტარი მიყვარხართ ძალიან. და ეხლა წავიდეთ და გავაკეთოთ ისა ტუშონკა. ტუშონკა არ გამიკეთებია საუკუნეა. ძალიან გემრიელი. აღარც მახსოვს როგორ უნდა გავაკეთო. ადრე მე მგონი ხალხს შუშავდი ხოლმე თვითონ რომ ცხიმი აქვს მაგაში.
და ვამატებდი მე უკვე მოხარშულ მაკარონს და მაგ თავისივე ხორცს, ანუ ხახვი და ხორცი, ჯერ ხახვს მოვშუშავდი, მე თავის ხორცს დავამატებდი, ერთად მოვთუშავდი, მე დავამატებ უკვე იმას მაკარონს და ეგ არავი, გემრიელი იქნება, მშვენიერი. ხო. ის მინდა რამე ესეთი სპირალი და რაღაც მაკარონები, მაგრამ ეგეთი გონი აღარა მაქვს. მოკეთ წავიდეთ აბა და მომამზადოთ ეგ საჭმელი და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ, არხი დამიტოვეთ კომენტარი, ამითი ძალიან დამეხმარებით. მიყვარხართ ტკბილებო გაგოცეთ.